შემოგვეცდება მეორე სტუმარი დავით ქართველიშვილი და პრინციპში ხა აი ჩვენს პირველ სტუმართან ერთად ვისაუბრეთ იმ თემაზე რომ პირველად მიეცა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შესაძლებლობა გერმანიასა და იაპონიას რომ განევითარებინა თავის სამხედრო მრეწველობა და ეგ მე მიჩნდება ერთი ესეთი უცნაური ასოციაცია უცნაური კი არა ლოგიკური ასოციაცია რომ ლაპარაკი არის ომის პარტიაზე ხო ომის პარტია ეს რა არის ეს არის უპირველეს ყოვლისა ეს იმიტომ რომ ვიღაცის სისხლის წყურია იმიტომ რომ ომი და ეს არეულობა არის ფულის შოვნის ფულის გაკეთების რომ თქვა ჟარგონით საშუალება და ომებში გაკეთდება ეს ფული თუ სამხედრო წარმოების განვითარებით არ აქვს მნიშვნელობა მთავარი არის ის სეგმენტი რომელიც ამ სფეროში არის ჩართული მიიღებს მოგებას ბატონ დავით მოგესალმებით დიდი მადლობა რომ მონახეთ დრო და შემოგვიერთდით და აი ზუსტად ეს მინდოდა მეკითხა ომის პარტიაზე პრინციპში ამ აი ზოგადად რო ვთქვათ მისაღები არის ის ხო ვთქვათ ევროპის სამხედრო მანქანა თუ ამუშავდება იმო წარმოება თუ ამუშავდება იმიტომ რომ ესეც ხო შემოსავალია და მარტო ომი ხო არ არის შემოსავალი როცა ომის დროს გაისვრი ვთქვათ ჭირდება და იცლება შეიარაღება არამედ სერიული წარმოება შემოსავალია ანუ ჩანაცვლება შეიძლება ხდება ერთი ტიპის რაღაცა საქმიანობის მეორე ტიპის საქმიანობით რომ იგივე აი ეს ეგრეთ წოდებული deep state-იც იყოს დაკმაყოფილებული თუ ძალიან ჩავახვიე მოგესალმებით ბატონო ინო ქრისტე აღსდგა ჩვენს მაყურებელს ჩვენს მსმენელს და რა გითხრათ აბა მე მინდა დაუბრუნდე იმას ვის რა ამოცანები ქონდა უკრაინის აი ამ სამხედრო კრიზისთან დაკავშირებით ხომ ცოტა ადრინდელი პერიოდი თუ არ გავიხსენეთ მაშინ ვერ გამოვიტანთ სწორად დასკვნას იყო მთელი რიგი მოლაპარაკებები შეთანხმებები დაპირებები რომ რუსეთი როგორც მემკვიდრე საბჭოთა კავშირის უთმობს თავისუფლებას უთმობს ევროპას თავისი პროტექტორატის ქვეშ მყოფი აღმოსავლეთ ევროპის ძალიან სოლიდურ ნაწილს ხო? ოღონდ ერთი პირობით რომ ეს მისი ყოფილი სოციალისტური ბანაკის წევრები არ იქნებოდნენ საფრთხე სამხედრო პოლიტიკური ეკონომიკური საფრთხე თვითონ რუსეთისთვის ხომ? ამიტომ არ უნდა ყოფილიყო არანაირი ნატოს გაფართოება აღმოსავლეთისკენ. ეს პირობა ცალსახად იქნა დარღვეული, ხომ? თუ ამბობენ დოკუმენტი არ არისო, მე და არის ეს დოკუმენტი თუ არ არის, ჩვენ არ გვაჩვენებენ. იცით რა, ნუ არ ვიცი. მე არ ამგონია ვინმე უარყოს დღეს ან ამერიკაში და ამერიკაში პირიქით დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში უკვე არაერთხელ გზის გვსმენია, რომ დიახ ეს დაპირება იყო დარღვეული. რომელიც არ უნდა დარღვეულიყო, ხომ? ის რაც 2022 წლის ბრატისლავას უსაფრთხოების კონფერენციაზე პირდაპირ თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა იმ დროინდელმა პრემიერ-მინისტრმა რომ დიახ ნატოს გაფართოვება აღმოსავლეთისკენ იყო ტრიგერი ზუსტად იმ სიტუაციის იმ ომის დაწყების რაზეც ირაკლი ღარიბაშვილი არ ვიცი ჯვარსაცვეს რა ამ განცხადების გამო რომელიც შემდგომ გაიმეორა არაერთმა დასავლელმა პოლიტიკოსმა ხომ ამერიკელმა თუ ევროპელმა ამიტომ რაღაცას ეთყობა ქონდა საფუძველი რაღაც შეთანხმებას რომელიც არ უნდა დარღვეულიყო ამიტომ დღეს ვუბრუნდები აი თქვენ შეკითხვას აი ამ ომის პარტიის deep state-ის ამოცანები რუსეთის დასუსტების, მისი დამარცხების თვალსაზრისით შესრულებულია. აი დღეს რომ ეთმა რაღაც ჯადოქარმა რომ შეაჩეროს შეწყვიტოს ეს საომარი მოქმედებები. Deep State-ს რა რჩება? მოგებულის მანტიას ირგებს, ხომ ვერ ირგებს ის ამოცანები, რომელზეც ჩვენი მათ შორის ამ Deep State-ის ადგილობრივი ლაქიები და მარიონეტები ერთმანეთს ასაზრდოვებდნენ, რომ აი ეხლა უკრაინა დაამარცხებს რუსეთს და მაშინ უკვე საქართველოს ბედი იქნება რაღაცა სხვა მოცემულობაში და მათ შორის თქვათ ყველაფერი დალაგდება სოხუმთანაც და ცხინვალთან მიმართებით. მხოლოდ ასე და სხვანაირად არანაირად.
ანუ ეს ამოცანები ხომ შეუსრულებელი დარჩება. ამიტომ რა თქმა უნდა, ომის გაგრძელება მათ ინტერესებში შედის. ამიტომაც შეიქმნა ეგრეთ წოდებული ანტიტრამპისტული კოალიცია, რომელიც პერიოდულად ხან ხვდება ერთმანეთს, ასე ვთქვათ, ცოცხლად, ხან ონლაინ კონფერენციებს ატარებენ ერთმანეთში, რომ თითქოს და ისინი, რა თქმა უნდა, მშვიდობის მყოფელები არიან, მაგრამ ამ ომის გაჩერების, შეჩერების ისეთი აბსურდული და ალოგიკური და, რა ვიცი, ფანტასტიკური პროექტები და სცენარები აქვთ, რომ ამას რომ გაეცნობი, ხვდები, რომ ამ მიდგომით ეს ომი არ გაჩერდება. არ გაჩერდება და არც ჩერდება. ყოველდღიურად ნელ-ნელა მიმდინარეობს რუსეთის მხრიდან სულ ახალი გეოგრაფიული, თქვათ, ლოკაციების ოკუპაცია, ხომ? ის, სადაც ჯერ კიდევ შარშან შეიძლებოდა რუსის ჯარის გაჩერება, ხვალ სად იქნება ეს წითელი ხაზი არავინ არ იცის, მით უმეტეს ის ბუფერული ზონაც არავინ არ იცის, რომელიც გაცდება ყველა ვარიანტში. იმ წითელ ხაზსაც კი, თუ კი ამაზე რაღაცა მხარეები დააფიქსირებენ თავის თანხმობას. ამიტომ ყველა მოთამაშეს მიყავს თავისი პარტია, მშვიდობის პარტიას მიყავს თავისი სცენარით, ეს ყველა ცდილობენ ყოველ შემთხვევაში. ომის პარტია აუღელებლად აკეთებს ყველაფერს, რომ ომი გაგრძელდეს, მათ შორის იგივე სამხედრო დანიშნულების, ასე ვთქვათ, ეკონომიკის და სამრეწველო კომპლექსის განვითარების და ამოქმედების კუთხით, ხომ? რასაც აუცილებლად მოაქვს თავისი ფული და ომი საერთოდ ყველაზე სარფიანი ბიზნესია იმ ქვეყნებისთვის, რომლებისთვის ომის უშუალო თეატრი, ხომ, არაფერ ინტერესს არ წარმოადგენს. უკანასკნელი უკრაინელი იქნება იქ თუ უკანასკნელი ერაყელი იქნება თუ უკანასკნელი ლიბიელი იქნება, ჩვენ გვახსოვს წინა კონფლიქტების დროს აფრიკის ჩრდილოეთში თუ ახლო აღმოსავლეთში რა ტრილიონობით ფული გაკეთდა აი ამ სამხედრო კონფლიქტებზე და ჯერ კიდევ დასათვლელია უკრაინაში მართლაც რამდენი დაიხარჯა და რამდენის დახარჯვას აპირებენ კიდევ, ხომ? 800 მილიარდიანი ფონდის შექმნა, ხომ? მე ხომ არ მომივიდა თავში ეს ბრიუსელმა გააჟღერა, რომ ჩვენ მზად ვართ შევქმნათ ეს ფონდი. თუ ბრიუსელს, რომელზეც იძახიან, რომ უდიდესი რაღაც ეკონომიკური კრიზისი და ძალიან რთული მდგომარეობა აქვს, ხომ? შიდა ეკონომიკურ ველზე, თუ მას შეუძლია კიდევ რაღაცა 800 მილიარდი გადადოს აი ამ ომის გაგრძელებაზე, ნუ არ ვიცი, ჩვენმა მაყურებელმა თვითონ გამოიტანოს ეს დასკვნები. დიახ, ჩვენ რეკლამის გამო მცირე ხნით უნდა შევწოდოთ გადაცემა, დაგველოდეთ, მალე დავბრუნდებით. შეგვიძლია განამტკიცოთ საუბარს ჩვენ სტუმართან დავით ქალთოშითან ერთად. ბატონ დავით, აი საუბარია ხო იმაზე, რომ სავსებით რეალურია ერთ-ერთი სცენარი, რომ რუსეთი დაესხას თავს ევროკავშირ რომელიმე ქვეყანას, პოლონეთი, გერმანია სახელდება რატომღაც და ასევე ის რომ ვთქვათ ევროკავშირის ქვეყნებიც მათ ჩაებან რუსეთთან სამხედრო მოქმედებებში. მე ვერ ვიგებ, ან რუსეთს რაში სჭირდება გერმანიაზე და პოლონეთზე თავდასხმა, აი რას იზამს მე თავდასხმა ეს ხო ის არ არის, ხა ჰიტლერს გეგმა ჰქონდა, ხო, იქ რაღაც ის არიელები იყვნენ და რა ისინი და გაბატონებული იყვნენ, ანუ და დაეკავებინა ტერიტორია. აი რო დაესხას თქვა პოლონეთსაც, რას უზამს მე იმ ტერიტორიას? სადაც ხალხი არ იმორჩილება, ან პოლონეთი ან გერმანია ერთად ან რო დაესხან თავს რუსეთს, აი იქ რას, აი ჩემ მე ვერ ვიგებ, იქნებ თქვენ გამაგებინოთ. აი გერმანიის ახალი ხელისუფლება, ხომ, რომელიც დღეს თავის უსაფრთხოების კონცეფციაში უკვე შეაქვს აი ეს რუსეთის, ასე ვთქვათ, რუსეთიდან გამომდინარე საფრთხე, როგორც რეალობა და ამაზე აგებს თავისი შეიარაღებული ძალების ხვალინდელ დღეს, ხომ? ისინი ანუ დოკუმენტურად მაინც აფიქსირებენ იმას, რომ აი მსგავს რაღაცას ელოდებიან. რასაც მე აბსოლუტურად გამოვიწყავ, ეს არის რუსეთისთვის, ეს არის აბსოლუტური კატასტროფა და ამ კატასტროფაში რატომ უნდა ჩაყოს თავი და რატომ დაასრულოს თავისი არსებობა სუიციდის აი ამ ძალიან უცნაური მეთოდით, ხომ?
გერმანია რატომ უნდა დაიწყოს? კი ბატონო, კი. ავიღოთ ამერიკის შეერთებული შტატები და Deep State, რომელიც არცად არ გამქრალა, ის მშვენივრად თანამშრომლობს უკვე ახალ ადმინისტრაციასთან. ოღონდ რა თქმა უნდა, რაღაცა rebranding-ი თუ არა, ტრანსფორმაცია არის მათი ძირითადი გეგმების, ხომ? გეგმების. კი ბატონო, ამიტომ აი პონტოელი პილატეს პრინციპით ბოლო-ბოლო რა ხელებიც დამიბანია, ხომ? ასე რომ დაასრულოს დონალდ ტრამპმა თავისი რაღაცა მცდელობები ევროპის კონტინენტზე დაამყაროს მშვიდობა და ვიღაცამ პროვოკაციას შეუწყოს ხელი რუსეთის ჩათრევის მიზნით ევროკავშირის სივრცეში აი ამ რაღაც გაუგებარ ომში, ხომ? რა თქმა უნდა, ადმინისტრაციას ტრამპის ეს ყველაფერი უნდა აწყობდეს. მას უნდა აწყობდეს თავისი ორი პოტენციური მოწინააღმდეგის უკიდურგანო დასუსტება, ხო? ევროკავშირი და რუსეთი, რა თქმა უნდა, ორ კურდღელს მოკლავს ამ შემთხვევაში, ხო? ან კიდევ ერთ ძალიან ჩვენთვის საყვარელ პერსონაჟს შევადაროთ, ხო? დონალდ ტრამპი, ქვევიდან ლეიტენანტ სამჭკუაშვილს, ხო? რომელიც ცდილობს ხან ნაწილ-ნაწილ გამოიყვანოს სიტუაციიდან, მძიმე სიტუაციიდან, აი ეს რა ქვია, ჩარჩენილი, ხო, ჩვენი აბესალომი, ხან ნაწილ-ნაწილს თავაზობს გაუჭრათ და ხან თავით, ხან ფეხებით და ბოლო-ბოლო იტყვის, ხო? რომ ქვევის გატეხვა თქვენ არ გინდათ, ანუ მშვიდობის დამყარება თქვენ არ გინდათ და მე კიდე ქრისტე ღმერთი არა ვაქვს, სასწაულები მოახდინო და განევიდება მანამ სანამ თვითონ სიტუაცია არ მოითხოვს ამ ქვევის გატეხვას და ეს ქვევი აუცილებლად გატყდება. უნდა ეს ვიღაცას თუ არ უნდა. ანუ მშვიდება დამყარდება ამ შემთხვევაში. აბსოლუტურად დამყარდება, იმიტომ რომ აი სწორედ გამიგე მთელი მსოფლიო პლანეტარული მასშტაბით, ხომ? შეიძლება აი ამ სიჯიუტემ, რომლის უკან დგას, მე მესმის პრეზიდენტ ზელენსკის ფიზიკური შიში, ასე ვთქვათ, განადგურების და ფიზიკური განადგურების და შურისძიების საკუთარი ხალხის მხრიდან, რომელსაც უნდა აუხსნას, ბოლო-ბოლო უნდა აუხსნას, დღეს უკვე გვიმალავენ აი ამ დანაკარგის ზუსტ რაოდენობას, მაგრამ მესმის, მაგრამ მე მეშინია ვივარაუდო კიდეც რა, ეს 500,000-ია თუ 600,000, ეს არის დემოგრაფიული კატასტროფა, ხომ? აი ამ დემოგრაფიული კატასტროფას ახსნა ხომ დაჭირდება, შეიძლებოდა თუ არა რეალურად 22 წლის მარტში სტამბულში შეჩერებულიყო ის კოშმარი, რომელიც ჯერ კიდევ გრძელდება და რითი დასრულდება ჯერ არავინ არ იცის. შეიძლებოდა თუ არა და თუ ზელენსკის არ ექნება დამაჯერებელი პასუხი, მას უბრალოდ მე მგონი ფიზიკურად გაუსწორდება საკუთარი ხალხი. ამიტომ ყველა თამაშობს კიდევ ერთხელ ვამბობ თავის საკუთარ რაღაცა ამ მონაწილეობას გარკვეული სცენარით, ხომ? ზოგს ფიზიკური გადარჩენის მომენტი ამოძრავებს და სუბოდიში და ფეხებზე კიდია საკუთარი ხალხი და დემოგრაფიული კატასტროფა, ზოგი ოკეანეს მიღმარი და ძალიანაც აწყობს ამ ორი პოტენციური კონკურენტის ერთმანეთში შეჯახება, ასე ვთქვათ, და ამ ყველაფერს კიდევ სხვა 3D, 3D ფორმატში უყურებს ჩინეთი, ხომ? რომელიც თითქოს არიღებს მონაწილეობას, მაგრამ ის დიდი ხანია მზად არის ახალი ეგრეთ წოდებული იალტას თუ ბუდაპეშტის კონფერენციაში მიიღოს მონაწილეობა იგივე რუსეთთან, იგივე ამერიკასთან, რათა გაინაწილონ ახალი კონტურები დახაზონ ამ გეოპოლიტიკურ და გეოეკონომიკურ რუქაზე, რომელმაც უნდა განსაზღვროს პლანეტის შემდგომი 10 წლეულების განმავლობაში რაღაცა განვითარების პერსპექტივები, ხომ? ყველა მზად არის Deep State-ის იმ აგრესიული ომის პარტიის და იმ ომის ფრაქციის გარდა, რომელმაც უბრალოდ ვერ მიაღწია იმ შედეგს, რა შედეგისთვის მიმდინარეობდა წლების განმავლობაში მზადება. მზადება ჯერ კიდევ რუსეთის გარშემო ეგრეთ წოდებული დემოკრატიის სარტყელის აღმშენებლობით, რომლის ერთ-ერთი ცენტრალური ნაწილი იყო სააკაშვილის რეჟიმი, ხომ? ეს ყველაფერი ხომ აქეთ-კეთ მიდიოდა, რომ საქართველოს ერთ-ერთი პლაცდარმი ყოფილიყო, სამხედრო პლაცდარმი, პოლიგონი. კი, აი ახლა წარმოიდგინეთ, რომ აი ეს ყველაფერი მიღწეული არ არის და ყველაფერი უნდა შეჩერდეს, გაჩერდეს ტრამპის პოლიტიკური ქულების და რეიტინგის ასამაღლებლად და რუსეთის ტერიტორიული გაფართოების სასარგებლოდ. ჩიხში არიან, მე მესმის, რომ არიან ჩიხში.
და უკვე მე-1000-ჯერ გვიწევს უბრალოდ საუბარი, სად არის უკრაინელი ხალხი. რატომ არ ჩნდება მათში რაღაცა პროტესტის რაღაცა ფორმა? რომ არ ვიცი 100 კაცი მაინც გამოიყვანონ ქუჩაში. ნუ თუ ეს დემოკრატიის შუქურა, როგორც ჩვენ გვასწავლიან ამას და მიუბაძოთ უკრაინას, რეალურად იმდენად ავტოკრატიული და დიქტატორული სახელმწიფოა, რომ ცენზურის ნებისმიერი, ასე ვთქვათ, ნებისმიერ გამოვლინების დროს ცენზურა არსებობს, თუნდაც აზრის გამოხატვის თვალსაზრისით. ეხლა დავიჯერო, რომ იმ ფონზე, როდესაც პირუტყვივით იჭერენ ქუჩაში ახალგაზრდა ბიჭებს ქმრებს ხომ და ტენიან მანქანაში და საზარბაზნე ხოცად მიყავთ. აი ასეთმა კონტინგენტმა როგორ უნდა იომოს? არ ვიცი როგორ უნდა იომოს. აი ძალით ადამიანი, აი ვიცი და მე მართლა ვერ ვიგებ. ძალით ადამიანს რო წაიყვან. ჯარში მესმის ძალით თქვა გაცმა რაღაც ასწავლო. სამხედრო სავალდებულოდ, მაგრამ ომში ის ხო გაიქცევა, ან უბრალოდ შიშის ხოდვა. ხშირად მომყავს ეს მაგალითი რა, რომ ნუ გვექნება ახლა სწორება საქართველოში იმ ახალგაზრდების იმ ნაწილზე, რომლებსაც ნუ ძალიან ეშინიათ ხელში რაღაც თოფის აღება თუ სანგარში ჩახტომა და პერსპექტივის გააზრებაც კი რომ მათ შეიძლება მოუწიოს ქვეყნის საკუთარი სამშობლოს იარაღით ხელში დაცვა, ხომ? ჩვენში რამე რო იყოს, აი ეს გენეტიკური სახელმწიფოებრივი რაღაცა აზროვნება, ხომ? მაინც გაიღვიძებს კრწანისზე, დიდგორზე და კი ბატონო, აი წარმოიდგინეთ ახლა უკრაინა რა, რომელსაც ეს გენეტიკური მეხსიერება აპრიორი არ აქვს. იმიტომ მათი სახელმწიფოებრიობა, ხომ? შექმნა ხშირად მიწევს ამის განმეორება ლენინმა, ხრუშოვმა და ნუ კიდევ სტალინმა, ხო, სტალინმა როგორ დამავიწყდა კაცო. სტალინმა თავარი, ხო. ამიგეთ და მათ არ აქვთ აი ეს შეგრძნება, რომ ის შეიძლება შეეწიროს. მათში არ ყოფილა დემეტრე თავდადებული, ხომ? არ ყოფილა თევდორე მღვდელი და უამრავი ის ადამიანი, რომელმაც უკანასკნელ მშიშარა ქართველშიც კი რამე რო იყოს, ხომ? აი, ერთ-ერთზე რომ დარჩება უკვე რაღაცა ისეთ ფასეულობებთან, საფრთხესთან, შეიძლება გამოაღვიძოს აი ეს ჩვენი უკვდავი წინაპრების სული. იქ ამასთან არა გვაქვს, იქ ხო გეუბნები პოლიტიკური პროტესტის გრძნობაც კი არ უჩნდებათ. საკუთარი სახელმწიფო მისი თუნდაც რაღაცა დარჩენილი ნაწილი უბრალოდ დაიცვან და პასუხი მოსთხოვონ იმ ხელისუფალს, რომელმაც აქამდე მიიყვანა ეს საქმე. არანაირი არც პოლიტიკური, არც სახელმწიფოებრივი, არანაირია ეს პროტესტი და სამოქალაქო საზოგადოება და ეს 17 წლის ვაჟები რეგისტრაცია რომ მოითხოვე 17 წლის და ნამდვილ შემთხვევაში მე მაინც ფიქრობ რომ შეიძლება რეზერვს აი რა რეზერვია ამას ითვლიან ალბათ, იმიტომ რომ მაშინ ის იქნებოდა ხო რაღაც სხვა სანქცია და არა ჯარიმა. ცალკე რეზერვი, ცალკე მათ ჭირდებათ აი ამ რაოდენობის გაბერვა, ხო, რომელზეც უფრო მეტ დაფინანსებას მოითხოვენ, ხო, წარმოიდგინეთ. ამდენი პოტენციალი მაქვს. აბა რა მაქვს პოტენციალი და შენ თუ იმ პოტენციალისთვის გამომიყავი 61 მილიარდი, ხო, მე გავზარდე ეს პოტენციალი და ამას ჭირდება 123 მილიარდი დღეს და მე შენ საქმეს ვაკეთებ და ვალდებული ხარ დამაფინანსო. აკეთებს იმის საქმეს და კი არის ვალდებული დააფინანსოს და რაღაცა მხრივ ზელენსკი არ არის მწყვანი როცა ეუბნება რომ ეს დახმარება იყო და ვალში ნუ მithuliო ამდენი ადამიანი გაწირა სამართლიანად რო ვილაპარაკოთ არა ამ თემაზე ეხა კიდე ითხოვს და აქ ერთი მომენტი არის კიდე ბატონ დავით რასაც ვერ ხსნი ხომ შეეძლო იმავე ამერიკის შეერთებული შტატებში ჩვენ სამშვიდობო გეგმა ვნახეთ ნუ ეს ბრმა უნდა იყო ვერ მიხვდე რომ ეს არის კრახი იმისთვის უკრაინისთვის განსაკუთრებით იმ შემთხვევაში არ აქვს ნუ შეხა ზელენსკი როგორია მე როგორ დამოკიდებული მაქვს თქვენ როგორ დამოკიდებულება ზელენსკისადმი მაგრამ მან ხომ იცის რომ გაცილებით უკეთესი პირობები იყო სტამბოლში ამაზე ათქმევინეს უარი ეხლა სთავაზობენ ამ პირობებს ხა ადამიანის ადგილას ერთი მგლისკენო ხომ და დადგე რატომ არ შეფუთა ამერიკის შეერთებულ შტატებმა ეს ხო ფაქტია რომ რაღაცა ტიპის საუბარი არის რუსეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ჩვენ არ ვიცით ამის შესახებ იმიტომ რუსეთი კი აკეთებს განცხადებებს მაგრამ რუსული სახელმწიფოს არ არის ჩვეული ასეთი ზომიერი და რაღაც კეთილშობილური პოზები ხო იქ ვიღაც მაპატიებთან გამოხტება რაღაც საშინელებას იტყვის მსგავსი არ ხდება ესე იგი რაღაცა შეთანხმება მე ის მაფიქრებინეს მათ შორის
რატო არ შეფუთა? რატო არ გაუწიეს ანგარიში? თავშოთ ხალხი არ გამოდის და პროტესტს არ გამოწვევს უკრაინაში. აქ რაღაცა სახელმწიფოების ისტორია, მაგრამ შენ ხომ და სცე პატივი რაღაც განსაკუთრებით ისეთ ეთნოს თუ ვერ ხვდება რა დღეშია. აი ასე კუთხეში რატომ მიიმწყდია და ასე რატომ დააჭირა სახალხოდ და საჯაროდ ფეხი და სხვა ხო არ დაუტოვა გარდა უარისა. ძალიან საინტერესოა რომ თვით ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა ადმინისტრაციამ სტამბულის მოლაპარაკებების ჩაშლა და აბრალა ბორის ჯონსონს განტევების უაცი იპოვა. მანაც შეიფერა ძალიან საინტერესოა, მაგრამ მოდით აი ლოგიკას მივყვეთ რა. არის ორი დაპირისპირებული მხარე, რუსეთი და უკრაინა. მე მაგალითად წლების განმავლობაში ხედავდი რეალურად აი ამ მინსკის მოლაპარაკებების ფორმატის და ნორმანდიის 4-ეულის ფორმატის მცდელობას არ მისულიყო საქმე იმ სამხედრო დაპირისპირებამდე. მიუხედავად იმისა, რომ თქვათ ნატომ და დასავლეთმა და deep state-მა დაარღვია თავისი ადრე მოცემული აი არ გაფართოების შესახებ ეს ყველანაირი დაპირება და შეთანხმება, ხო? მიღებული იქნა ძალიან საინტერესო კანონი უკრაინაში და მე ერთი პერიოდი ამ კანონის რო გავეცანი, ვიფიქრე საქართველოს რეალობასთანაც ხომ არ ექნებოდა პერსპექტივა მსგავსი რაღაცის მიღების. ეს კანონი დონბასისთვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭების თაობაზე, ხო? სადაც ფაქტიურად დე იურე ტერიტორიული მთლიანობა, ხო, უკრაინის არ ირღვეოდა. ანუ ყირიმს კიდევ თავი დავანებოთ, ეს ცალკე მსჯელობის საგანი გახდებოდა. შეიძლება ამ კანონს დაქვემდებარებული ტერიტორიაც ყოფილიყო. სიტყვაზე ვამ თეორიულად ვიმსჯელოთ, ხო? ანუ რაღაცა პირობით რომ გამოიყენებდა როგორ ბაზირებისთვის. ეხლა მოვიტყუოთ თავი რომ აი ეს 4 როგორც მინიმუმ ჯერჯერობით 4 რეგიონი უკრაინის რომელიც რუსეთმა უკვე გაიპარავა ასე ვთქვათ კონსტიტუციურ დონეზე რეალურად ისტორიულ ან მალაროსიას ან ნოვოროსიეს ნაწილი იყო ისტორიული ნაწილი რომელიც შედიოდა ოდითგანვე ჯერ რა ქვია მას მეფის რუსეთის იმპერიაში და მერე გარკვეული პერიოდი იყო თქვათ ბოლშევიკური ისე როგორც აფხაზეთი შედიოდა ყოველთვის და ეს იყო მეწინავეში და მაგრამ რუსეთმა როგორც არაფერი დაუბრუნდა მაგრამ აფხაზეთისგან განსხვავებით ხომ ის რეგიონები მართლა რუსებით არიან დასახლებული რა რუსებით რუსული ენა იყო მათი ძირითადი ენა და ამიტომ აი ესეთ საკითხებთან როგორიც არის თქვათ სახელმწიფო ენად რუსული ენის არცნობა იმ ტერიტორიებზეც კი სადაც ეს ენა ნუ ყოველდღიურ საყოფაცხოვრებო ენას წარმოადგენს ხომ აი მთელი რიგი ისეთი შეცდომები იქნა დაშვებული უკრაინის მხრიდან რომელიც თითქოს აი ამ ომს უკვე გარდაუვალ პერსპექტივას ზდენდა და ხოცა წვრილმანებით იწყება ეს დაპირისპირება რა თქმა უნდა მაგრამ მე ისი თქმა მინდა რომ ბოლო მომენტამდე ნუ მე ესე ვხედავ ყოველ შემთხვევაში რომ რუსეთი წლების განმავლობაში ცდილობდა კიევი დაეყოლებინა იმაზე რომ რაღაც ავტონომიური სტატუსი განსაკუთრებული სტატუსი მიმაცემინე მე იმ რეგიონებისთვის ხომ და შენს ტერიტორიულ მთლიანობას იურიდიულად მე ვერ შევეხები და არ შევეხები მაგრამ ეთყობა ეს არ შედიოდა კიდევ ერთხელ ვამბობ იმ deep state-ის გეგმებში რომელმაც ჯერ დემოკრატიის სარტყელი შექმნა რუსეთის გარშემო მე ამზადებდა 2-3 პოლიგონს და პლაცდარმს მოლდოვა უკრაინა და საქართველო და რომლის გეგმაში შედიოდა სახელმწიფო გადატრიალება რუსეთის ფრაგმენტა და ასე შემდეგ მისი დაშლა, მისი მოშლა და მის წიაღისეულზე მრავალი სხვა რესურსების ამბავია რა თქმა უნდა. ადამიანების, რა ქვია, სხვა ძალების და ტრანსკორპორაციების, ასე თქვა, შეშვება, ხომ? ამ ყველაფერს ჩვენ ვხედავთ დღეს და უბრალოდ რითი დამთავრდება, აი როგორ დამთავრდება დაახლოებით შემიძლია ამის პროგნოზი, მაგრამ როდის დამთავრდება, ხომ? როგორ დამთავრდება და რუსეთი ვინმეს თუ გონია რომ რუსეთი დაიშლება
რუსეთი ვერ დაიშლება და მეორე რუსეთი იმ გაცხადებულ კურსს ამ 4 რეგიონის კონსტიტუციიდან თქვათ ამოშლის და ამოწერის ამაზე რა თქმა უნდა არ წავა. რუსეთი ამბობს, რასაც ამბობს, ყირიმს თავი დაანებეთ, 4 რეგიონი რუსეთის ტერიტორიად უნდა ცნოთ და მე იმ მომენტში ვწყვეთ აი ამ ჩემს სამხედრო მოქმედებებს, მაგრამ მე რუსეთის იმპერიალისტური ზრახვები და შურისძიების მომენტიც, ხომ? ძალიან კარგად მაქვს მხედველობაში მიღებული, რომ შეიძლება თუ ძალიან გაბრაზდა, ვაბანკ წავიდეს და არც ოდესაზე თქواس უარი და უფრო შიგნით შეიწიოს. ხო, აი ოდესას რო იტოვებს, ანუ ოდესა არ ფიგურირებს აქტიურად, მეც მაქვს ეს ეჭვი, რომ ევროკავშირთან რაღაცა მოედანს ტოვებს. საბაჭო თუ მოლაპარაკების მოედანს. და აი ბატონო დავით თქვენ ბრძანეთ ახლა რომ აი ეს ძალისხმევა იყო deep state-ია, ვინც არ აქვს მნიშვნელობა ვიღაცების რომ ეს დაერტყათ რკალი. ის თვითონ ეს რუსეთმა რატო ვერ მოახერხა? ან როგორ მოახერხა რუსეთმა რომ უკრაინელებთან ასე წაკიდეს? ისინი აქვე მე მინდა გავიხსენო ჩვენ წლების განმავლობაში 10 წლების განმავლობაში რუსეთის იმპერია მუშაობდა სვანებთან, მეგრელებთან და აფხაზებთან. სვანებთან და მეგრელებთან ეს ამბავი არ გამოვიდა. მაგრამ აფხაზებთან ეს ამბავი გამოვიდა. ეს ამბავი გამოვიდა, იმიტომ ჩვენც მიგვიხილთ ალბათ წვლილი ადრე მითხრა ხალხის გუბას სანიკიძემ აფხაზებთან ჩვენ დავხოცეთ ერთმანეთი ქართულმა მეცნიერება ფაცხა ქართულია თუ აფხაზური და ნუ ჩვენ მეცნიერება გაიტანეს ბოლომდე რომ ფაცხა და ფაცხა მიეცი მეტი არაფერი არა აქვს. შენ როგორი ძეგლები გაქვს კულტურის, ხო? აი ამაშიც ჩანს ეს წვრილმა აი თქვენს ბრძანეთ ახლა ენა, ხო? მიეცა ენა რას გიზამს? აი რას გიზამს? და მე ნელ-ნელა ასწავლე აქ შენი ისეთი გარემო შექმენი. და აი რუსეთმა ჩვენც ეს შეგვეშალა და იმიტომაც გაუვიდა, ვთქვათ, ამ შემთხვევაში მოწინააღმდეგეს რუსეთს ის რაც გამოუვიდა, რომ ჩვენ წავეკიდეთ ერთმანეთს და შეეშალა რუსეთს და იმიტომაც გამოუვიდა საქართველოშიც უკრაინაშიც ის რაც გამოუვიდა დაინტერესებულ მხარეს. ჩვენ სახელმწიფოებრიობის წვეტა გვქონდა, 700 წლიანი წვეტა გვქონდა სახელმწიფოებრივი აზროვნების და გენეტიკურ დონეზე გვაქვს სამშობლოს და თვითგადარჩენის ინსტინქტი, რაც კოდიც დევს ჩვენს გენებში კულტურიდან გამომდინარე. რუსეთი, რომელსაც აქვს სახელმწიფოების უწყვეტი ისტორია, იმპერიული არსებობის უწყვეტი ისტორია, აი მას რატო შეეშალა? ის კი ჩემი აზრით თავისი შეცდომის შედეგს. რა თქმა უნდა, ჩემი აზრით, ჩემი მოკრძალებული აზრით, ყირიმის სიტუაცია ცოტა ეიფორიაში ჩააგდო რუსეთი. რომ არ გაუწევიათ უკრაინელებს გახსოვთ ხო მაშინ დატოვეს და ამ ეიფორიაში გამივა თუ არ გამივა, ამაში დაკარგა ძალიან ბევრი დრო. მეორე, მე მგონი დასავლეთმა კოლექტივურმა დასავლეთმა აჭამა რუსეთს ჟარგონზე რომ ვილაპარაკოთ ეს მინსკის ფორმატი თავისი ნორმანდიის ფორმატი გაუწელა კიდევ დრო ის დრო რომელიც წესი დაიგით რუსეთს წესი დაიგით ცოტა უფრო აქტიური და აგრესიული პრორუსული პოლიტიკით უნდა დაკავებულიყო არა მხოლოდ ყირიმში არამედ უკრაინის ძალიან სხვა ასე ვთქვათ მიმართულებით ხომ და ყოველ შემთხვევაში მოეხდინა იქ იმ რეალური პოლიტიკური პრორუსული ელიტების შექმნა რომლებიც არ დაუშვებდნენ ზელენსკისნაირი მარიონეტების ვთქვათ მოსვლას ხელისუფლებაში და საკუთარი რაღაც კანდიდატით ჩაანაცვლებდა იმ ქვეყნიდან გაქცეულ იანუკოვიჩს ხომ და ნელ-ნელა უკვე პოლიტიკურ დონეზე მოახდენდა ფაქტიურად ზეგავლენის მოხდენას უკრაინაზე. აი არ ვიცი რაღაც ეიფორია იყო ყირიმის თუ შეცდა აი ამ ნამეტანი რაღაც მინსკის და ნორმანდის ფორმატში თავისი მონაწილეობით, მაგრამ ის რაც შეეძლო და რაც გააკეთა არაერთ სხვა წერტილში ეს რაღაც გამორჩა როგორ თქვა, ნუ წააგო, შეცდა და მიიღო ის, კი ბატონო, მიიღო ის რაც მიიღო. ეხლა უწევს აი იმ დივერსიფიკაციას, აი იმ დაკარგული შესაძლებლობების, ოღონდ სამხედრო ძალით. და თუმცა თუ მართლაც აი დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირის ქვეყნებმა გადაწყვიტეს სერიოზულად დაეხმარონ უკრაინას და ვთქვათ სახსრალი ძალითაც, თავის პოტენციალითაც შეძლებული ქვეყნებია ესენი, ხო ესენი კი კომფორტი, უნდა მოიკლო, ვთქვათ აი თეორიულად რომ ვიმსჯელოთ, აქვს რუსეთს შანსი? ამათი წინააღმდეგ, ანუ
უკრაინას უფრო თეორიულ მსჯელობას ვამბობ. უკრაინა უფრო კარგად არ გამოჩნდება სამხედრო თვალსაზრისით. იქნებ შეძლოს რაღაც მოგერიება თუ არა აქვს? ვერ გეტყვით ვერაფერს რა. ვერაფერს ძალიან რთული ის არის, რა ქვია. ყავა ჭირდება ამას და მკითხაობა. ალბათ პოტენციალი ცოტა კიდევ ხო ალბათ შიგნით როგორ არის და რანაირად. და ამ სიტუაციაში, როცა ესეთი თქვა ამერიკის შეერთებულ პირდაპირ ამბობს რომ მე გავალ მაშინ გასაგებია ესეც ვაჭრობის თემაა და ეს ირანთანაც ამბობდა რომ თუ არ შეასრულებს ამ ულტიმატუმს ასე გიზარდეთ და მე უცებ განაცხადა პირდაპირ მოლაპარაკებებს ვიწყებთ და ჩვენ არ ვიცით რა სიტყვის თქვა ტრამპიან რა გეგმაქვს ტრამპის ადმინისტრაცია უცებ რა რაკარც გამოაგდებს ხო უკაცრავად და 200%-იან ტარიფებს ველოდებოდით ჩინეთთან და პირიქით მეგონი 10-მდე დაიყვანს ხო რაღაც ხო ამიტომ ცოტა ისეთი უმადური ამბავია ჩვენ ამ შემთხვევაში როგორ უნდა მოვიქცეთ ეს არის ყველაზე საინტერესო ვაიმე ჩვენ უნდა მოვიქცეთ ისე როგორც ვიქცეოდით ეს ცნობილი ფრაზა ცისფერი მტევიდან ხო სოსო უნდა იქცეოდეს ისე როგორც იქცეოდა აქამდე ხო მეტიჩრობას უნდა დავაჭიროთ ფეხი იმის შეგრძნებას რომ ჩვენს გარშემო ტრიალებს გალაქტიკა ხო ცოტა აი ამ ამბიციებს უნდა დავაჭიროთ ფეხი და დავტკბეთ იმით რაც უკვე პლუსად შეიძლება ჩაგვეთვალოს რა პლუსად შეიძლება ჩაგვეთვალოს ის რომ აი მე მეგონი მესამე თვეზე გადადის საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მუშაობა და არც ერთი შემოbrunებული სიტყვა ამ კომისიასთან დაკავშირებით რომ ეს არის დემოკრატიის უკუსვლა და ასე შემ აგრესიული რიტორიკა და ასე შემდეგ ადამიანის უფლებების დარღვევა ჩვენ ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციიდან არ გვსმენია ეხლა ჩვენი ოპონენტების რეპლიკას ხომ ისინი ალბათ არ გვცნობენ ჩვენ ლეგიტიმურად და ამიტომ არალეგიტიმური პარლამენტის კომისიას როგორ ცნობენ ხო მე უპასუხებ მათივე ბელადის სიტყვებით ნუ რას უკაცრავად ძალიან საინტერესო ვიზიტი შედგა ქვეყნის ვიცე-პრემიერის ბატონ ლევან დავითაშვილის ამერიკაში და მათ შორის შეხვდა ზუსტად იმ საგნობრივად იმ ჩინოვნიკს შეხვდა რომელიც არის ჯოშუა ჰაკი რომელიც არის მარკო რუბიოს თანაშემწის მოადგილე აღმოსავლეთ ევროპისა და სამხრეთ კავკასიის საკითხებში, ხო? ანუ ეს არის ზუსტად ის ადამიანი, რომელსაც უშუალოდ ეხება სიტუაციის კონტროლი და ურთიერთობების დალაგება სამხრეთ კავკასიასთან და მათ შორის საქართველოსთან, ხო? პრეს-რელიზები ამ შეხვედრიდან გვაცნობენ, რომ საუბარი მიდიოდა მომდევნო გაღრმავებას ჩვენი ურთიერთობების, ჩვენი ურთიერთობების გადატვირთვის საკითხებს და ძალიან სერიოზულ პერსპექტივებს პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში, ხო? არის თუ არა ეს ბილეთი, ანუ არის თუ არა ეს ოფიციალური პირი, რომელიც კიდევ ერთხელ ვამბობ, გეოპოლიტიკურად და გეოეკონომიკურად ზუსტად ჩვენს რეგიონს ასე ვთქვათ კურირებს. დიახ, არის და მე თქვენ გარწმუნებთ, ეს საინტერესო რაღაცა უნდა ვთქვა აუცილებლად. ჯოშუა ჰაკი არის ის ჩინოვნიკი, რომელიც ზუსტად მაგ პოზიციას იკავებდა ბაიდენის ადმინისტრაციის დროსაც და ბლინკენის სახელმწიფო მდივნის პერიოდში ზუსტად ამ პოზიციას იკავებდა. ის რომ ის დატოვა მარკო რუბიომ ამ პოზიციაზე მეტყველებს იმაზე, რომ მისი პროფესიული, როგორც დიპლომატის, ასე ვთქვათ, ცენზი და რეიტინგი არის საკმაოდ მაღალი. და მეორე ძალიან საინტერესო ამბავი ჯოშუა ჰაკი იყო ის, ვინც ვერ გაუძლო ცდუნებას 2024 წლის ივლისში და კონგრესში გამოსვლისას დააგმო ეგრეთ წოდებული რუსული კანონი საქართველოში, დააგმო დემოკრატიის უკუსვლა და ილაპარაკა რაღაც იმ მეთიუ მილერის, ასე ვთქვათ, ლექსიკონით ჩვენთან მიმართებით. მე თქვენ გავწმუნებთ ჯოშუა ჰაკის და ლევან დავითაშვილის წლევანდელი აპრილის შეხვედრის დროს ერთი სიტყვა რომ ყოფილიყო ნახსენები ან რუსულ კანონთან, ან ამ ხელისუფლების არალეგიტიმურობასთან, ან რაღაცა ხელახალი არჩევნების ჩატარებასთან აჭრელებული იქნებოდა სრულიად სანაცეთის მედია საშუალებები. ვინაიდან ამის ხსენებაც კი არ იყო ხას უსვავ იმ ჩინოვნიკის მხრიდან, რომელსაც ჯერ კიდევ შარშან სულ სხვა პოზიცია ეკავა, ნიშნავს იმას, რომ
ამ ახალი ადმინისტრაციის პირობებში მათ მიიღეს ახალი დირექტივები, მათ შორის საქართველოსთან მიმართებით. და მეორე ის, რომ რასაც თვლიდა ის საჭიროდ, რომ ეთქვა შარშან ბაიდენის კონგრესის წინაშე წელს ამის მთქმელი ის არ არის. კი ბატონო. თუმცა ეს სამწუხარო ის არის, რომ როგორც აღმოჩნდა ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩინოვნიკები არ ამბობენ იმას, რაც არის, არამედ ამბობენ იმას, რასაც ეუბნებიან. რა თქმა უნდა. ეხლა ეს არ არის ფლაცაცია ამბავი. მე რომ მკითხოთ და ბატონო ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომასაც შევეხოთ, შიდა პოლიტიკური ამბავია. თქვენ რას უკავშირებთ ამას, მით უმეტეს, რომ დიდი ხანია საუბარია და ლაპარაკობდნენ ამის შესახებ. ნუ, მოდით ესე ვთქვათ. მე ყოველთვის მქონდა ეხლა ბატონ ირაკლიზე პირადად არა მაქვს ეხლა სათქმელი, მაგრამ ყოველთვის ვფიქრობდი ჩემთვის, როდესაც ადამიანი ძალიან ადრინდელ ასაკში იღებს მონაწილეობას აი ძალიან მაღალ პოზიციებზე, ხომ? ხანდახან ვფიქრობდი, კი, მაგრამ ის ხომ უნდა დაბერდეს, ხო და დაბერებულსაც ხომ უნდა კონდეს რაღაცა мотиваცია, ხო, რაღაცის კეთების, ხომ, გულანთებული და თვალებდანთებული ხომ უნდა იყოს და ნებისმიერ პოზიციას ხომ იგივე შემართებით ხომ უნდა გაუმკლავდეს. მე მესმის სადღაც, აი ადამიანურად მესმის ორგზის პრემიერ-მინისტრი, ორი ძალიან მნიშვნელოვანი სამინისტროს ხელმძღვანელი და მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ხომ? და ეს ყველაფერი 42 წლის ასაკისთვის ხომ ეს ცოტა იყო თუ ბევრი იყო რა. მე მესმის რომ შეიძლება ადამიანმა ამ სიტუაციაში ისევე როგორც 2015-დან 19 წლამდე 4 წლიანი თითქმის 4 წლიანი პაუზა აიღო ირაკლი ღარიბაშვილმა, რათა მოეკრიფა ძალები და ზუსტად იმ მომენტში მოევლინა ხელისუფლებას და მთავრობას, როდესაც ეს ყველაზე საჭირო იყო განსაკუთრებით გახარიას ცნობილი, ნუ მე ვიტყოდი ღალატის ფონზე, ხომ? მან ითვირთა ის, რასაც არავინ და ბევრი არ მოელოდა მისგან და ყველაზე აქტიური გამოსვლა კრიზისიდან, ხომ? დაკავშირებულია ზუსტად ირაკლი ღარიბაშვილის აი ამ მეორე პრემიერ-მინისტრობის პერიოდთან და აქედან გამომდინარე ჩვენი ქართული პოლიტიკური ისტაბლიშმენტის ფონზე დასაკარგი კადრი კი არა ხელზე და ვიცი სატარებელი კადრია და კადრი აქვს და მე ვერ ვხედავ ვერაფერს, რამაც შეიძლება წერტილი დაუსვას მის პოლიტიკურ კარიერას, ხომ? ის გულწრფელად პასუხობდა დღეს მათ შორის ჟურნალისტების შეკითხვაზე, რომ აი ამ ეტაპზე, ნუ რა ოპოზიციის ვის დაუპირისპირდეს, რას დაუპირისპირდეს, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, თუ ქვეყნის კურსი აცდა იმ ქართველებისთვის სანუკვარ გზას, ან აცდა მამულის ენისა და სარწმუნოების დაცვის გზას, აცდა რამენაირად ღმერთმა არ აქნას, ხომ? ირაკლი ღარიბაშვილი არ არის ეს ადამიანი, რომელიც სახლში დარჩება ამ დროს და თავის ხმას არ აიმაღლებს იმისთვის, რომ უკვე პოლიტიკური თვალსაზრისით რაღაცა ახალი შემოიტანოს ქართულ პოლიტიკურ ველზე. და ბატონო, თქვენ დიდი ხსნით, აი მაღალი თანამდებობის პირებს საქართველოში ყველა ხელისუფლება ავიღოთ, ან რომელიც იყო დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან მოყოლებული, აღარანაირი წონა აღარ აქვთ თანამდებობის წასვლის შემდეგ. რა ეს მე მგონი სახელმწიფოსთვის არ მგონია ეს კარგი იყოს, იმიტომ რომ წონას მარტო თანამდებობა ხო არ გაძლევს, შენ გაძლევს აი ჯარგოთი ტიპიც უნდა იყო. ჩვენთან არ არის ეს, რატო აი რითი ხსნით თქვენ? ჩვენ ხომ ევროპული განვითარების გზას დავადექით, სადაც ავტორიტარიზმი, დიქტატურა არის გამორიცხული, ხომ? მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება შენგან ან პუტინი, ან ლუკაშენკო ჩამოყალიბდეს, რომელიც არ ამგონია ან სტალინი. აი მაგალითად პატივისცემას ვამბობ. პატივისცემას ერთმანეთის მიმართ. პატივისცემა კი არა, ხო აი წონა რაღაც მის სიტყვას, აი ავტორიტეტი რომ მისი აზრის ავტორიტეტი, ის კი არა რომ მე მისი მეშინია, რომ ის რომ იტყვის, ჩემთვის ავტორიტეტულია, იმიტომ რომ აი ისეთი კომპეტენტური თანამდებობის პირი იყო, ამას გულისხმობ. უცნაურად გიპასუხებთ, საგმაგიეროდ ჩვენ 263 პარტია გვაქვს დარეგისტრირებული იუსტიციის სახლში. კეთილი, გასაგებია. ბატონო, ძალიან დიდი მადლობა თქვენ. და ძალიან დიდი მადლობა ჩვენს მაყურებელს, ჩვენ ერთმანეთს დავამშვიდობოთ და შევხვდებით მომავალ ხუთშაბათს 14 საათსა და 10 წუთზე ნახვამდის.